აი ამ სიკეთის და ბოროტების დიქოტომიის თემიდან ჩვენ ნელ-ნელა ვეწყობით აი ამ დასავლურ თემაზე. აი მაგალითად ეხლა Amazon-მა გააკეთა ბეჭდების ბრძანებლის საავტორო უფლებები იყიდეს, დიდი ხანია ჩაილჩებოდნენ ამ Tolkien-ის შთამომავლებს და გააკეთეს ეგეთი სერიალი Rings of Power. ანუ აი ამ ბეჭდების ბრძანებელში ეს One Ring რომელიც არის, ეგ როგორ შეიქმნა და მართლა Tolkien-ს მაგაზე დაწერილი აქვს საკმაოდ ბევრი, ან Hobbit-ის და ბეჭდების ბრძანებლის გარდა Tolkien-ს დაწერილი აქვს Silmarillion-ი, ანუ წინა ისტორია ამ შუახმელეთის და როგორ გადაიღეს რა. იქ რო უყურებ ცალსახად ეგ ორკები ყველა ცუდები კი არ არის. აი რაღაცა პოლიტკორექტული მიდგომა არის რა. არ არის ყველაფერი ეგრე ცალსახა. ორკების მიმართ რასიზმი ხო არ გვექნება. ანუ მარტივად რო ვთქვათ, მთელი იდეა რაც ქონდა Tolkien-ს, ეგ ტიპებმა ჩახსნეს, იმიტომ რომ დღეს არ არის მიღებული ეგეთი ისტორიების მოყოლა. როგორ ისტორიების მოყოლა არის მიღებული? აი მაგის ალბათ ყველაზე კაი მაგალითი არის სუპერგმირების ფილმები, ხო? ანუ ამერიკაში არის ორი ძირითადი ესეთი კომიქსების დიდი კონგლომერატები, DC Comics-ი და Marvel-ი. და ნუ ორივეს რაღაც თავისი ტოპ ისენი აქვს, ხო? და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამერიკის მთავარი სუპერგმირი იყო Superman. ანუ აი დავუშვათ 60-იან 70-იან წლებში ბავშვს რო გეკითხა, სუპერგმირის მთავარი სახე იყო Superman. რატო აღარ არის ეგრე? რატო გაკაჩეს დავუშვათ Avengers-ებმა და მერე რატო გაკაჩა Deadpool-მა, ხო? გაკაჩა იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში Superman-ის ისტორია მოსაწყენია. იმიტომ რომ ზედმეტად კაია. აი ეგეთი რაღაცა გმირი, რომელიც მხოლოდ სიკეთისთვის იბრძვის და ბოროტებას ამარცხებს, ეგეთი ისტორიები იმ გარემოში, საინფორმაციოში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, საინტერესო აღარ არის. როგორი ისტორიებია საინტერესო? ნუ მაგისი ალბათ ესეთი კვინტესენცია არის Deadpool. ანუ ვიღაცა ფსიქიური რაც შეშლილი ტიპი, რომლის мотиваცია არ არის არაფერი პოზიტიური, ანუ ვისაც ნანახი გაქვთ, თუ გაიხსენოთ, ანუ ვიღაცა კონკრეტულ ტიპს, რომელმაც პირადად მას რაღაც ცუდი გაუკეთა, იმისთვის აბაროტის აღების გარდა სხვა мотиваცია მაგას არ აქვს. და მთელი ამ ფილმის მანძილზე, ანუ ქმედებები, რომელსაც ახორციელებს ტიპი არის, ნუ, რავი, ადამიანების სიცოცხლის მიმართ ძერელი დამოკიდებულება, მისი მხარდამჭერი, მის მხარეს ყოფი ტიპების მიმართაც ფეხზე კიდე დამოკიდებულება, უბრალოდ ეს ყველაფერი სასაცილო. ანუ გმირი, რომელიც არაფერში არ იქცევა როგორც გმირი, მართლა გასართობი საყურებელი არის. ანუ ისეთი ისტორია, რომელსაც დაჯდები და აი სიცილ ხარხარით უყურებ ვიღაცებს თავს როგორ აჭრიან, როგორ არა მე იმას არ უარყოფ, რომ მაგარი გასართობი კინოა. მაგალითად ხა მეორე მესამე არ ვიცი, მაგრამ პირველი Deadpool მართლა მაგარი გასართობი კინო იყო. მე მაგრა ვიხალისე. ოღონდ მე აქ იმას კი არ ვამბობ, აი რომელი არის კარგი საყურებელი კინო, რომელიც ცუდი, რომელი არის კარგი თამაში, რომელიც ცუდი, რომელი არის კარგი ანიმაცია და ცუდი, არა. მე იმაზე ვსაუბრობ, რომ თხრობის თემა აი ამ ესე ვთქვათ ქრისტიანული პარადიგმიდან, სიკეთის და ბოროტების დაპირისპირებიდან ეხა გადავიდა აი აღმოსავლური თხრობის სტილზე, სადაც უბრალოდ ყველას თავისი მოტივები აქვს. არც კარგი, არც ცუდი არავინ არ არის და საერთოდ უფრო საინტერესოა ნეგატიური პერსონაჟის ისტორიების მოსმენაც კი. ნუ მაგალითად კინემატოგრაფში ერთ-ერთი ისეთი ძალიან ისეთი
ძიმე და ისე საინტერესო ფილმი ეგეთი არის Oldboy. ვისაც ანუ კორეული ვარიანტი ვისაც აგაქვს ნანახი ხმე რიმეიკი რო გააკეთეს ეგ დიდად არ ვარგა ჩემი აზრით, მაგრამ ფილმი არის ესეთი, რომ პერსონაჟი არ არის ვის მიმართაც რაღაცა კეთილ და განწყობა გაგიჩნდება, ხო? მაგრამ საინტერესო საყურებელი არის. სადამდე მიდის ეს ყველაფერი და საიდან მოდის საერთოდ? ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ პოსტმოდერნისტული იდეოლოგიის ფარგლებში, სადაც ნათქვამია, რომ სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, ეს არის სუბიექტური ცნებები. ანუ შენთვის რაღაცა რო სიკეთეა, ჩემთვის ბოროტება, ჩემთვის რაღაცა სიკეთეა, შენთვის ბოროტება, ამიტომ სიკეთე როგორც ესეთი არ არსებობს, ყველას თავის სიმართლე აქვს და ამ ფილოსოფიური პარადიგმის ფარგლებში გასაგებია, რომ ესეთი ხელოვნების ნიმუშები იქნება. ბევრს მაგალითად რა ეშლება, იცით, აი ხშირად შევხვედრი ვარ ამ აზრს, რომ ბევრს გონია, რომ ფილოსოფია არის ვიღაცა წვერებიანი ეგეთი ტიპების საქმე, რომლებიც აი 3-4 რაღაცა ბიბლიოთეკაში შეიკეტნენ და რაღაცა კანტზე ერთმანეთს ტვინს უღუნავენ. სინამდვილეში ფილოსოფია როგორი რაღაცა არის, იცით? იმის მიუხედავად შენ ინტერესდები თუ არა ფილოსოფიით, ეგ ფილოსოფიური ხედვა შენზე ახდენს ზეგავლენას. ანუ რაღაცა მომენტში მაგალითად აი ეს პოსტმოდერნიზმის ფილოსოფია რო შემოვიდა ინტელექტუალურ წრეებში და ეგზისტენციალიზმის ეხა თუ ვინმეს აინტერესებს რა ფილოსოფიური სკოლის ფარგლებში ცხოვრობ ჩვენ, მაგ ფილოსოფიურ სკოლას ქვია ეგზისტენციალიზმი. რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, მაგრამ ყველამ თავისი ცხოვრების აზრი თვითონ უნდა მოიგონოს. ანუ ყველამ თვითონ უნდა შექმნას ილუზია, რის გამოც თავს არ იკლავს. თორე ისე ყველაფერი ილუზია. აი, მაგ იდეოლოგიის ფარგლებში თავიდან ცხოვრობდნენ ვიღაცა ინტელექტუალები. აი, მართლა ვიღაცა ელიტა დაჯდებოდა, ამაზე ტვინს ბურღავდა, მაგრამ ჩვეულებრივ ეხა მუშურ გლეხურ რაღაცა ჩვეულებრივ გლეხი კაცისთვის არავინ არ არის ხალხში, ეგ ხო არ ჩამოდიოდა. და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ავი ხე ეგენ რას ფიქრობენ, რა მნიშვნელობა აქვს. რა მნიშვნელობა გეტყვით. აი ამ ინტელექტუალურ წრეში ეს იდეები ხო იხარშება. და მაგ იდეებზე მე ისინი ზდიან თავის სტუდენტებს. ანუ საუნივერსიტეტო სფეროში შევიდა. ვიღაცა მცირე ნაწილმა ინტელექტუალების თავისი მოსწავლეები ეგრე გაზარდა. მე ის მოსწავლეები ხდებიან კინორეჟისორები, მხატვრები, ისინი ქმნიან კანონებს, ისინი მიდიან პოლიტიკაში და ეს ფილოსოფიური ხედვები, რომელთანაც ადამიანს ვითომ შეხება არ აქვს, აი წყალში რო ქვას ჩააგდებ. ეგეთი ესენი მიდის წრეები საზოგადოებაში და ადამიანი შეიძლება თვითონ გარტყმაში არ იყოს რა ფილოსოფიური სკოლის ადეპტებმა ჩაუდეს ტვინში აი ესეთი ფილმების, ნაწარმოებების, წიგნების, ანიმაციების შედეგად იდეები, მაგრამ ეგ იდეები საკუთარი გონია. არა და სხვა ფილოსოფიური სკოლის მქონე ცივილიზაციის ფარგლებში რო გაზრდილიყო, სხვანაირი ეგეთი იდეები ექნებოდა. მაგალითად, აი, არ ვიცი ხა, დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობას ვინც ხა თანამედროვე პოპ კულტურას უყურებს, რიკი და მორტი გექნებათ ხა ნანახი, ხო? ანუ ძალიან ცნობილი ანიმაცია არის, უკვე მრავალი სეზონია მიდის, ნუ ბოლო სეზონებში ცოტა დაბუქსავდნენ, მაგრამ მთლიანად რო შეხედო, მთელი ეგ მულტფილმი აგებულია ამ ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიის დებულებებზე. ანუ არის ვიღაცა მიამიტი ბავშვი, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის რეპრეზენტაცია, რომელსაც ჯერ კიდე ჯერა რაღაცა კეთილის ბოროტის მორალის რაღაცა და ეს მისი ბაბუა რაღაც გიჟი მეცნიერი, რომელიც ნუ ამ თხრობის ფარგლებში, ანუ ავტორებს ეგრე აქვს გაწერილი, რომელიც მიხვდა და იცის რა არის, როგორ არის და ასე შემდეგ. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ
მამის ფიგურა, ყველაზე ჩმორი, ყველაზე ბანზი, აი ყველაზე საცოდავი პერსონაჟი მანდარი მამის ფიგურა, ამ ბავშვისთვის მამა არის უკანასკნელი ფსკერი, იმიტომ რომ ამ თხრობის ფარგლებში მამა ეგრე უნდა იყოს და ეს ბაბუა ვიღაცა რომელიც ამ ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიაში მოქმედებს და ფაქტიურად მაგ თხრობის ფარგლებში ნუ რაღაცა ღმერთიც არის, ოღონდ რაღაც ქაოსის ღმერთი შეიძლება ჩათვალო, თუ დაუშვათ რაღაც პარალელს გაავლებ მითოლოგიასთან. ანუ მან თუ რისი პოსტულირება ხდება, რომ რავი ხა შენთვის რაღაცა რო კაი ვიღაცისთვის ცუდია. რაღაცა პრინციპები რო გაქვს, მომენტ უნდა დაიკიდო. შენი წარმოდგენები იმაზე როგორია რეალობა არასწორია, იმიტომ რომ ყველაფერი უაზროა. და მთელი აი ამ ყოველი სეზონის ფარგლებში ამის პოსტულირება ხდება. ფაქტიურად მაგ მულტფილმის ამოცანა არის, რომ აი ეს ძირითადი რაღაც ადამიანური ხედვები რელიგიაზე, ოჯახზე, პირად პასუხისმგებლობაზე, იმაზე ვინ არის გმირი, როგორ არის სწორად ან არასწორად მოქცევა, აი ყველა მაგ შეხედულების მიზანმიმართული დეკონსტრუქციის ამოცანას ემსახურება ეგ თხრობა, ხო? რაღაცა ეგეთი ისტორია მაგალითად შუა საუკუნეების დროს რო ვიღაცას მოეყოლა, არავისთვის ეგ საინტერესო არ იქნებოდა, იმიტომ რომ იმ სამყაროში ადამიანები სხვა ფილოსოფიის ფარგლებს ქვეშ ცხოვრობდნენ. მაშინაც დიდად არ ესმოდათ, იმიტომ რომ ეს იდეები მათში ზუსტად ეგრევე ჩამოდიოდა ელიტებიდან ქვემოთ და ადამიანების უმეტესობა ვერ აღიქვავდა, რომ ასე ვთქვათ, იდეები, რომელიც მას თავისი გონია სინამდვილეში ზემოდან არის ჩამოშვებული. მაგრამ მაშინ სხვა პარადიგმა იყო, სხვა მეტანარატივები იყო და ეხლა ეს შესაძლებელი გახდა. სიკეთის და ბოროტების, კარგის და ცუდის, სწორის და არასწორის ცხოვრების აზრის უარყოფის იდეოლოგიამ მოგვიტანა ესეთი გმირები, ესეთი ისტორიები. მაგალითად, თანამედროვე გმირი უკვე არ არის ბრიუს უილისი, რომელმაც პლანეტა უნდა გადაარჩინოს, ასე ვთქვათ, აეროსმითის როკ სიმღერის ფონზე, როგორ თავს რო იფეთქებს ასტეროიდთან ერთად, არა? ეგეთი გმირების, აი ბოლო კიდე ეკო იყო, აი ეს 90-იანების რაღაცა ბოევიკები, როცა ვიღაცას თავი უნდა გაეწირა სოფლიო სიკეთისთვის. დღევანდელი თხრობა სხვანაირია. აი მაგალითად ვინც უყურებდით და თვალს ადევნებდით მარველის ეს კინო ეპოპეა რო იყო, ანუ ტანოსის თემა რა, ეს უსასრულობის ქვების რამდენიმე ფილმი იყო. აი მან მაგალითად ცად შემოვიდა ეს მომენტი, რომ მეორე მხარეც შეიძლება, რავი, მეორე მხარეს რასერში. მაგ ფილმში მაგალითად თანოსი ისე გადაიღეს და მისი мотиваცია ისე გადაიღეს, რომ ამათ კი შენ გულშემატკივრობ, იმიტომ რომ ამათ ანუ ამ ავენჯერებმა რაღაც კაპიტან ამერიკამ და ამ აირონმენმა და ასე შემდეგ ხალხმა უნდა გადაარჩინონ დედამიწა და შენ ახან დედამიწაზე ცხოვრობ, მაგიტო ბალეში ყოფ მაგაც. მაგრამ მომენტ აი ფილოსოფიურად მან ისე არის აწყობილი, რომ ნუ მოიქ ვიღაცა ტანოსია, რომელიც ამბობს, რომ რესურსები ყველას არ ყოფნის და მოდი თელ სამყაროში ცოცხალი არსებების ნახევარი გავწყვიტოთ და იმისთვის რომ დანარჩენები გადარჩნენ. და მთელი მაგ ფილმის მანძილზე რამე ფუნდამენტური პასუხი მაგ ცნებასთან გაცემული კი არ არის. ანუ ვინმე კი არ გამოდის და ხსნის ეგ რატო არის არასწორი. აი კოსმოსური მასშტაბის გენოციდის მომტანი ვიღაცა ტიპის ფილოსოფია ხო არის იქით წარმოდგენილი. თან ეგ პერსონაჟი როგორ არის და წარმოდგენილი. რაღაცა ისეთია რა, ნუ რომ მოიგებს სადღაც წავა რაღაც პლანეტაზე, თავისთვის ცხოვრობს, ან თავისთვის კი რამე არ უნდა და მართლა რაღაცა კაი უნდა თუ რაღაცა. ეგრე არის წარმოდგენილი რაღაცა გარკვეული
ფასეულობების მქონე ტიპად, რომელსაც ესენი კი აჩერებენ ბოლოს და ყველაფერს უკან აბრუნებენ. ოღონდ იმის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ აი თუ საჭიროა რომ ნახევარი სამყარო გადარჩეს, მეორე ნახევარს მოდი გენოციდი ჩაუტაროთ, აი მაგაზე რამე ფუნდამენტური პასუხი კი არ გაცემულა, პირიქით ისე არის გადაღებული, რომ კეთილგანწყობა მის მიმართ უნდა გაგიჩნდეს. ანუ ეგ შეიძლება დიდად არ ჩანს, იმიტომ რომ დიდწილად ეგეთი ფილმები ატრაქციონის სახით არის გადაღებული, იქ რაღაცები დაფრინავს, რაღაცები ფეთქდება, ანუ 2 საათი ისე უნდა გავიდეს, რომ დიდად ვერც გაიგოს სიუჟეტი რაში იყო. სუპერ გმირების ფილმები ეგეთია. მაგრამ ის რომ შენ რაღაცა კონკრეტული ტექსტით, ცნობიერით ვერ აღიქვი, საერთოდ არ ნიშნავს, რომ შენი ქვეცნობიერი მაგას ვერ აღიქვი.